გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ძალიან რეზონანსული ფართო სახალხო მოძრაობა. სახალხო მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. ზე პარტიული, ზე პოლიტიკური. ამ პროცესში, ამ მოძრაობაში უნდა ჩაერთოს ყველა. მხოლოდ და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ხელისუფლების უკან დახევა. კრიტიკული მასა უნდა ვიხილოთ ქუჩებში. კრიტიკული მასა, ეს არ არის 5,000. კრიტიკული მასა არ არის 10,000. კრიტიკული მასა არის 30,000. 40,000. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ხელისუფლებამ ხელი აიღოს, იმიტომ რომ ძალაუფლების დაკარგვი შეეშინდეს. ეს ისეთი საკითხია, რასაც ახლა ჩვენ ვეხებით, ეს იმდენად ორგანულია და გენეტიკურ დონეზე დევს ქართველში, რომ სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ეს იმდენად ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში დევს, რომ ეს საკითხი თუ დაიქოქა, ამ ტალღას ხელისუფლება შეიძლება გადაყვეს. ხელისუფლება, რომელსაც გონია, რომ თითქოს და ცხენზე ზის და რაც უნდა იმას აკეთებს, გონია. სინამდვილეში საერთოდ არ არის ეგრე საკითხი. ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თავარი ამოცანა უნდა იყოს სტრატეგიული სახით, ცხადია. უბრალოდ ბევრი უნდა ვიყოთ. საერთო ჯამში ბოლოს უნდა დაგვირგვინდეს ეს მოძრაობა რაღაცა არანორმალური რაოდენობის ხალხის ჩართულობით. ეს უნდა იყოს თავარი ამოცანა. აი სხვა რაღაცაზე არც უნდა ვიფიქროთ. ანუ ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიმრავლეზე. არა მარტო ეს ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება რეაგირებს ხალხის განწყობებზე, კაცო. ჰიტლერი რეაგირებდა ხალხის განწყობებზე, პუტინი რეაგირებს ხალხის განწყობებზე. ჩვენს რეალობაში რო ავიღოთ, ეხლა სააკაშვილის რეჟიმი იყო საათივით აწყობილი სისტემა, მასაც კი უწევდა ხალხის რეაქციას. რა თქმა უნდა, კაცო, ხალხი აძლევს ლეგიტიმაციას ნებისმიერ მთავრობას. ხალხმა ხვალ რო გადაწყვიტოს, ესენი აღარ გჭირდება, როგორც კი კრიტიკული მასა ამ განაჩენს გამოუტანს ხელისუფლებას, დამთავრებულია ხელისუფლების ამბავი. დროის ამბავი. უპირესად მკაც რეჟიმის პირობებშიც კი, აი ჩრდილოეთ კორეა რო ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, იქაც კი გარკვეული შიშები ხალხის მიმართ არის, იმიტომ რომ შეიძლება ხალხი შეშინებულია, შეიძლება გაჩუმებულია, მაგრამ ნებისმიერ დიქტატორს აქვს იმის შიში, რომ აი ეს მოთხოვნა შეიძლება აიფსოს და აფეთქდეს. რა თქმა უნდა, კაცო, ვერავინ ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მით უმეტეს ოცნება, ხა ოცნება ძალიან სუსტი წარმონაქმნია, ძალიან სუსტი, პრაქტიკულად რაღაც საპნის ბუშტივით. ხო, საპნის ბუშტივითაა. უბრალოდ მეორე მხარეს ვერ ჩამოყალიბდა ჯანსაღი ალტერნატივა და მაგის ხარჯზე ტივტივებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ჩართულობა ამ მოძრაობაში და ტაქტიკურ დონეზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ბევრი ხალხი გამოვიყვანოთ. აი 20 სექტემბერი რატო დაიგეგმა პირველი აქცია. და ვიღაცებმა დაიწყეს წერა, რომ აი ხვალ რატო არ ატარებთ? აი მაგალითად დღეს აი ამ წვიმაში რო ჩაგვიტარებინა ეხლა აქცია, აი რაღაც. უყურეთ, შეიძლება ვიღაცა გულწრფელად წერს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ცხადია შეგნებულად აკეთებს, რომ ხალხი დააბნიოს. უყურეთ მეგობრებო, ეხლა რამე თუ გვესმის ჩვენ და რამე თუ ვიცით მიტინგების დაორგანიზება და გაკეთება. პრაქტიკულად ჩვენი მიტინგი არ ყოფილა, რომელმაც რაღაცა შედეგი არ დადო. აი გუშინ მაგალითად 5 ივლისი იყო. და გილოცავთ ხათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღე იყო. ანუ პრაქტიკულად ჩვენ აქცია არ ჩაგვიტარებია, რომელსაც რაღაცა კონკრეტული შედეგი არ მოყოლოდა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ და დეტალურად ვაანალიზებთ ყველაფერს, ყველა მომენტს, სკრუპულოზურ დონეზე. აქცია არ არის მარტივი რაღაცა. მით უმეტეს ამ საკითხზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი სისტემა დაგიპირისპირდება ეხლა და უკვე დაიწყეს დაპირისპირება. რომ ეს მოძრაობა არ დაიქოქოს. ყველაფერს გააკეთებს სისტემა. აგენტურის მეშვეობით, თავისი პირდაპირი პროპაგანდით, თავისი ძალოვანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოძრაობა იყოს ძალიან პატარა მასშტაბის. ან საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ ჩვენ საპირისპირო უნდა გავაკეთოთ. არ შეიძლება ჩვენ ისეთი აქცია მოვაწყოთ, რომელიც არ იქნება გრანდიოზული. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა. აი წარმოიდგინე ახლა შენ მოუმზადებლად. ეხლა აი ამ ზაფხულს, როდესაც დაცლილია ქვეყანა და ქალაქი, დასასვენებლად არის ხალხი წასული.
არ არის ხალხი ინფორმირებული, იმიტომ რომ არავინ არ საუბრობს ამას ჩვენს გარდა ამაზე. არ შეიძლება შენ მოუმზადებლად ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც კონტრპროდუქტიული იქნება. აი პრაქტიკაში ახლა შენ ხვალ ან ერთ კვირაში კონტრპროდუქტიული იქნება მცირერიცხოვანი აქცია. ძალიანად ეს პირველ რიგში მორალურად გაგვტეხავს. და ხელისუფლება ხვალვე იტყვის რომ არ ყოფილხართ კაცო თქვენ ბევრნი. არ ყოფილა ეს ხალხის ხელისუფლების კონტრჩხარებში არგუმენტი არის რა? ჩვენ თურმე რაღაცა თითიდან გამოწვეული მიზეზი ვცდილობთ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას და შენ თუ ამ პრობლემის გარშემო ახერხებს რაღაცა 500 ან 1000 ან თუ გინდა 2000 მხოლოდ ადამიანის გამოყვანას, აი ესე იმედი გადაგიღებს ზემოდან ბროლიდან, ამას აჩვენებს და იტყვის რომ აგერ მეგობრებო ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, იმიტომ რომ ხო ხედავთ ხალხი არ გამოდის, ანუ არავის ეს არ აწუხებს, გარდა მცირერიცხოვანი დაორგანიზებული ნაწილისა საზოგადოების, რომელიც არ წარმოადგენს ფართო საზოგადოებას. ზუსტად, ანუ ხელისუფლების ტაქტიკა ამ შემთხვევაში არის შემდეგი. მე ვამბობ იმას, რასაც ღიად აკეთებს, ხა ჩუმჩუმად რასაც აკეთებს, ეგ სპეცსამსახურების მიმართულებით არის, მაგრამ ღიად, აი იმედი რასაც გააკეთებს, ყობახიძე რასაც ილაპარაკებს, ან ვიღაცა პროპაგანდისტი იმედის, არის შემდეგი. ეს ხალხი არის ძალიან ცოტა, სავარაუდოდ ნაცებთან არიან შეკრულები, ან რაღაც ეგეთებს მოიგონებენ. შენ თუ მართლა ცოტა ხალხი გამოხვედი, დრონი გადაგიღებს და იტყვის რომ არ არის ეს ხალხი კაცო ცოტა. ისა ბევრი. არ უნდა ესე იგი ამ ხალხს და უმრავლესობას უნდა მორჩა და ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ ხელისუფლების პოტენციალი და პროპაგანდისტული სიმძლავრე არის ძალიან დიდი. ჩვენ ის კი არა 30000 და 40000 კაცი რო შევიკრიბოთ 20-ში, მაგაზე იტყვის რომ 5000 კაცი შეიკრიბა. როგორც 7 დეკემბერს გააკეთეს, გახსოვს, როდესაც თავიდან რო ჯერ ხალხი არ იყო მისული, იმედმა დრონიდან გადაიღო კადრი, სადაც ნუ რაღაც 5000 კაცი დგას. და მაგაზე ეგ გააფორმა აქციის პიკად. არა და აქცია პიკში იყო 20000-მდე, 15-20000 კაცი გამოვიდა. ეგ არ გადაუღია იმედს. ამიტომ ცელობასადაც იმდენი ხალხი რა თქმა უნდა მე ჩვენ კი გადავიღეთ ჩვენი პროპაგანდით კარგი გაგებით ვაჩვენეთ თელ საზოგადოებას რამდენი ვიყავით, მაგრამ იმედმა ხო თავის მხრივ ეგ გააკეთა. შენ წარმოიდგინე ახლა მართლა ცოტა ხალხი რო შეიკრიბო. იმედი რას იზრდება. მაგაზე ნახე, მოდი რა არგუმენტები შეიძლება დაუპირისპირონ მაგას, ეგეც თქვა, ვიღაცა იტყვის, რომ რაღაცა მგრის შიში ცხარივის გაუწყვეტია, მაგაზე აწყობ დიღს წესრიგი, იმედი რას გადაგიღებს, იმედი რა თქმა უნდა ყოველთვის მაგას იტყვის და მაგას გეტყვის, მაგრამ ფაქტი ხო ეგ არის, რომ ეგ სურათი ადამიანებზე მოქმედებს. ეს არის საინფორმაციო. ანუ იმედი მაგას ტყილა ხო არ აკეთებს. რა თქმა უნდა. იმედი მაგას, იმიტომ აკეთებს, რომ ეგ მუშაობს. მთელი ეს ზაფხული ახლა ჩვენ უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მოდში ძალიან ბევრნი ვიყოთ. ეს ერთი საკითხი. მეორე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეუფლოს ეგეთი ინფანტილური წარმოდგენა, რომ 20-ში რო ჩვენ ძალიან ბევრნი გამოვალთ, არა და ძალიან ბევრი გამოვალთ. 20-ში დამთავრდება ყველაფერი და დიდგორი და ვიზეიმებს და ხელისუფლება უკან დაიხევს. არავითარ შემთხვევაში უნდა მოვემზადოთ უარესისთვის და გრძელვადიანი ბრძოლისთვის. 20-შიც მოგვიწევს გამოსვლა, შეიძლება მერე მოგვიწიოს გამოსვლა მომავალ კიდევ თვეში, იმაზე მეტი და მთავარი ამოცანა უნდა იყოს მზარდი ტენდენცია. არ უნდა დავიღალოთ, ხელისუფლება უნდა დავღალოთ იქით. 20-ში ხო გამოვალთ ბევრი, ხო დავანახებთ სხვებს, აჰა, რამდენი ვართ. შემდეგ აქციაზე ის სხვები, ვინც არ გამოვიდა 20-ში, ისინიც უნდა გამოვიყვანოთ და მანამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს.